დღეს კიდევ ერთხელ მოყვა კამათი ბათუმის საკრებულოში იაფის სახლის პროექტის თემა. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა კვლავ მოუწოდა კოლეგებს, რომ თამარის დასახლებაში ბარაკებში მცხოვრებლები ფინანსური კომპენსაციის ნაცვლად საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილონ. იმ კორპუსებში, რომლის მშენებლობაც ბარაკების ტერიტორიაზე იაფის სახლის პროექტის ფარგლებში უნდა დაიწყოს. პოლემიკისას ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივებს მმართველობისას გაუფორმა, ბინის გადაცემას არ ითვალისწინებს. მემორანდუმს ირაკლი ჩავლეიშვილმა ფარატინა ფურცელი უწოდა და განმარტა, რომ დოკუმენტი მათი პირობების გაუმჯობესებას მხოლოდ ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში ითვალისწინებდა. 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ დაარიგა ეს ფარატინა ქაღალდი, სადაც წერია თუ ინვესტორი მივა, აუქციონი ჩატარდება, ამ ხაზს გაიყვანს და მე შემდეგ მიცემენ 50 კვადრატულ მეტრს. რასაც ბატონი გიორგი კიტაძე ვეზად ნერვულ სტრესებში ჩავარდა უარყოფს, ეს ასე არ იყო. თუ გაკეთება უნდოდა საქმის 2008 წლიდან 2013 წლამდე 5 წელი იყო და დედაენის კოშკების მშენებლობა დაიწყეს. ამ საბუთით ეს ვერც მიიღეთ და აზრ ეკარგება ისეთი ფურცელი წარმოგიდგენია თქვენ ახლა ბენზინში იმ ყველაზე მიყრებულ ადგილას მივიდეს ინვესტორი, ფული გადაიხადოს, ის მიწაში აუქციონის წესით იყიდოს, შემდეგ ეს ხალხი გაიყვანოს ქირით და შემდეგ დააკმაყოფილოს. საკრებულოს უმრავლესობას და მერს როგორც ჯერ კიდე არ ესმის სად არიან მოსულები, იმიტომ რომ ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს ამისი მიღებული ბათუმის ბარაკების გარშე ამ ყველაფერს ითვალისწინებს. მაგრამ დაუშვებელია, რომ ისინი ფურცლები, რაც მათ აქვს მემორანდუმები არის ფარატინა ქაღალდები და რეალურად ის ფარატინა ქაღალდებით მათი თქმით რომ წალებში ვიხმაროთ 100 ოჯახმა უკვე ბინა მიიღო ბათუმში ჩვენ დროს 2011-2012 წლებში. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდე საკრებულოს უმრავლესობას